აქ არის ახლა ხალხი დღეს ვინც რეგიონებში სხვადასხვა პროტესტებში არიან ჩართული, ზოგი პროტესტი აქედან მიმდინარეა, მაგალითად ბალდის პროტესტი. დაუძახეთ ყველას, რომ მოდით დავდგეთ ერთად, რადგან ეხლა ის საფრთხეები, რომელიც პირდაპირ მოქმედ პროტესტებსაც და ჩვენც მათ შორის გველოდება, არის უკიდურესად მძიმე. დღეს არის აბსოლუტურად სხვა ქვეყანა საქართველო, ვიდრე იყო თუნდაც 2021 წელს. აქ რომ ეს რეპრესიული დევნა და დამყარდა და ეს პოლიციური რეჟიმი დამყარდა, ეს თითქოს დაკავშირებულია იმ გეოპოლიტიკურ საკითხთან, იმიტომ რომ ომი ააცილა ხელისუფლებამ ქვეყანას, ამიტომ ვინც შიგნით აი ამ ომს თითქოს ესე თქვათ, უწევდა პოპულარიზაციას მათი თქმით და ომის გამჩაღებელი ხალხი არსებობს ამ ქვეყანაში ხელისუფლების თქმით, ამ ხალხს რო შევეწინააღმდეგო და ესენი რო ამოვძირკვოთ, ამისთვის გვჭირდებაო ჩვენ თითქოს აი ეს რეპრესიული კანონები, ამას ამბობენ. ის რომ ამოძირკვოს შიგნით ესეთი ხმა, რომელიც აი ჩვენი ტიპის ადამიანებისგან ისმის, ეს არის მათთვის პირველი პრიორიტეტი. და ჩვენი მხარდამჭერების არც თუ ისე ცოტა ნაწილი გულშემატკივრობს აი ამ ძალმომრეობას და სიძულვილს, რასაც თვითონ ხელისუფლება მისი პროპაგანდისტული საშუალებებით ახორციელებს საზოგადოებაზე, იმ ნაწილზე, რომელიც ბრძოლაშია ჩართული. აი ეს არის ყველაზე ცუდი, როცა ჩვენ ვეღარ უხსნით ამ ადამიანებს, აი სად გადის ზღვრები მართლა იმ შიდა ავტორიტარიზმს და ადამიანებს უკვე რა არის იცით, ეს ვეღარ ძგებულობს, საიდან უნდა შემოუარო, როგორი სათქმელი უნდა უთხარო, ვიღაცების გულამდე მიხვიდე, ან რაღაც აზრამდე დაიყვანო ვიღაცებამდე ეს სათქმელი, ცოტა არ იყოს უკვე ეს თუ რამე შეიძლება გაგტეხოს ადამიანი მორალურად ეს არის, სწორედ რომ ვერ აგებიებ კაც რაღაც აი შავზე თეთრს, ხომ? იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ახლა ყველას ერთად გვიდგას, მე ამის თქვამდა და რატოც ვიყინებით დღეს აქ, რომ ხვალ შეიძლება ვეღარც კი დაგიძახოთ საერთოდ და ჩვენ ესე გაფორმებულად, რომ რამდენიმე კაცი რეგიონის აი ამ პროტესტებიდან მდგავართ, ესეთი შეკრება ვეღარც კი გავაკეთოთ, ისე ელვისებური სისწრაფით მძიმდება პროცესი და აკრძალულია პრაქტიკულად ხმის ამოღება. როდესაც კანონიც გვიცავდა მაინც ცდილობდნენ ჩვენს დაჩაგვრას და ეხლა ამ რეპრესიებში რაც დღეს ხდება და უკვე რასაც კანონის სახე ეძლევა, ხო? ანუ კანონიერად როცა შეეძლებენ ჩვენ ჩაგვრას, არც მინდა მაგაზე ფიქრი უკვე რამდენად გართულდება სიტუაცია და რამდენად რთული იქნება ეს ყველაფერი და ამასთან დაკავშირებით თუ დღეს ყველა ერთად არ დავდექით და ყველა მე ერთმანეთს სოლიდარობა არ გამოუცხადეთ, ხო? ცალ-ცალკე მე ყველას დაშლიან საბოლოო ჯამში და ცალ-ცალკე ბევრად უფრო რთული გახდება ამის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენი ერთადერთი იარაღი არის სიმართლე და სისუფთავე და ჩვენ ამას მივყვებით, მაგრამ სამწუხაროდ სინამდვილეში ერთი დიდი კორუფციული სქემა არის და ფიქრობენ, რომ რამოდენიმე კლანი როგორ გამდიდრდეს, რამოდენიმე კლანმა როგორ ჩაიგდოს ყველანაირი ქართული რესურსი ჯიბეში და საბოლოო ჯამში მოსახლეობა იყოს უბრალოდ მონა, როგორ იმედგაცრუებულიც არ უნდა ვიყო, როგორი სასუწარკვეთილებაც არ უნდა სუფევდეს მოსახლეობის უმრავლესობაში, ხო? მე ვიცი ერთადერთი, რომ იქ ვდგავარ მანამ სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ ამ ბრძოლას და სანამ არ დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენი არის. დღეს 480 დღე არის თუ არც ამერია უკვე სათვალავი, მაგრამ 10-ამდენი რო დაჭირდეს იქ ვიქნებით, მაგრამ ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს. მადლობა. აი ეს პროცესი რაც დღეს ქვეყანაში მიდის, როდესაც ცდილობა არის რომ პროტესტის ჩახშობა მოხდეს. არა მხოლოდ იმ პროტესტის სხვა შორის, რომელიც რუსთაველზე თბილისში მიმდინარეობს და სხვა რამდენიმე ქალაქში ასევე ნებისმიერი პროტესტის, რომელიც შეიძლება მომავალში ამ ქვეყანაში გაჩნდეს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის მცდელობა იმისა, რომ საერთოდ პროტესტი არ იყოს ქვეყანაში. და იქ სადაც პროტესტი არ არის, საბოლოო ჯამში რას ვიღებთ, ალბათ ყველამ კარგად ვიცით. სამწუხაროდ ჩვენ აი 200 წლიანმა იმპერიის ნაწილი როცა ვიყავით იმ პერიოდმა გაგვიქრო განცდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ბატონ პატრონი ამ ქვეყნის. რომ ჩვენა ვართ მთავარი გადაწყვეტილების მიმღებები. აი ბოლო 35 წელი თითქოს გვაქვს მცდელობა იმისა, რომ ჩვენ აი ეს განცდა დავაბრუნოთ ჩვენ საზოგადოებამ, რომ ჩვენ ვართ რეალურად ამ ქვეყნის ბატონ პატრონი და ის ადამიანები, რომლებიც დღეს თქვათ აი ამ რეპრესიულ პოლიტიკას ნერგავენ და კანონებს იღებენ, რეალურად ისინი არიან ჩვენს მიერ დაქირავებული ადამიანები, რომლებიც ისევ და ისევ ჩვენ უნდა გვემსახურონ. და ამ დროს გვეუბნებიან, რომ ჩვენ პროტესტი აღარ უნდა გქონდეს
და თუ კი პროტესტი გვექნება, ამის გამო დავისჯებით. სოლიდარობა იმ ხალხს, ვინც იბრძვის და დავანებოთ იმ ფორმებს თავი, ვინ რა ფორმით იბრძვის, არ არის საინტერესო, ხო იბრძვის, კაცი რა, შენ გჯობია ყოველ შემთხვევაში სახშიროზი ხარ. ყველა ვარიანტი გჯობია. ჩვენ გამხდარ ვართ მეც და ამ მოძრაობის რამდენიმე წევრი უსამართლო დაკავების მსხვერპლი. მე ვიჯექი მაგალითად 48 საათი და აგერ არის ახლა ხალხი, ვინც ჩემთან ერთად იყო და პოლიციამ შარშან ნოემბერში თუ რა თვე იყო, დაახლოებით 1 წლის წინ, როდესაც სამინისტროსთან ვიდექით რაჭის ტყეების პროტესტის დროს, დაგვასისხლიანა. არ დაკლები არაფერი, აი ქუჩაში ათრია ხალხი თმებით, კბილები ჩამოგვიგდო, რავი, ყველაფერი იქნა, აი აბსოლუტურად. და რა თქმა უნდა, იქაც ძალიან ცოტა ვიყავით სინამდვილეში. და ვიღაცები ესე იყო, ვიღაცები სულ იყურებიან, უბრალოდ აი რა გვერდიდან და რაღაცატო მართალია თვითონ, ხო? და შემდეგ რო წაგვიყვანეს და არაფერი მოსადავებელი, აი მოსამართლე, საწოდაობა იყო იმ პროცესების ყურება, რა უნდა ეთქვა, და ჩემზე ამბობდა პოლიციელი, მაგინაო თუ ხელი დამარტყა თუ რაღაცა მსგავსი. სხვებზეც იგივე ერთი და იგივე მუხლით ვიყავით 174 მუხლია თუ არ ვცდები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ეს რაც ვიყავით ეხა დამძიმებულია და 60-დან პატიმრობას ითვალისწინებს და 5000 ლარიან ჯარიმას იგივე მუხლი რომელიც მაშინ 15 დღიანს ითვალისწინებდა და 2000 ლარიან ჯარიმას და მართლა ძალიან რთულია ის მიუხედავად იმისა რომ დიდხან მე იქ არ ყოფილვარ მართლა ძალიან რთულია როცა არაფერი დაგიშავებია გარდა იმისა რომ სიმართლეს ამბობდი და ზიხარ კაპეზეზე უბრალოდ და ესე უცდი რაღაცას. საკითხი დღევანდელ დღეს რაღაც კანონმდებლობაზე და საერთოდ სხვა პროცესებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ესეც რაც ეხა რაბანერიც ჩემ ზურგს უკან არის აბსოლუტურად გაცოცხლებადი პროცესი. უკვე იყო რიონის ხეობაში მოსული ამ პროცესების პარალელურად ერთ-ერთი პიროვნება, აგერ გაგიმხელთ თუ გინდა, ირაკლი იაშვილი არის ასეთი ბიზნესმენი. ეს არის რუხაძის კლანი, ჩემი დაკვირვებით, იმედის მფლობელის და ალბათ ეს თანაინვესტირების ფონდი და ეს ბიზნეს ელიტა, არ ვიცი ზუსტად ეხა ვინ ხალხია. ყოველ შემთხვევაში ეს პიროვნება იყო მოსული რიონის ხეობაში სულ ცოტა ხნის წინ, შეხვდა გამგებლებს, ჩამოუარა ყველას და უთხრა რომ ნამოხვანჰესი ისევ უნდა დაიწყოს, თარიღზე არ იყო საუბარი, მაგრამ ივარაუდეთ ეხა რადგან მოსულიყო 10 წლის მერე რო იწყებოდეს, ხوار მოვიდოდა დღეს, ხო? იქ რაღაცა წავიდა იგივე ლაპარაკი, რომ ეხა მოსახლეობა იქ თუ არ დათანხმდა მერე იმ კომპენსაციებს უკან დავაბრუნებინებთო, თან ეს რომ გაავრცელონ კარგად ეს შიში, რომ ისევ დააპირისპირონ, ვისაც ეს ფულები იქ აღებული აქვს თუ როგორც არის, არ ვიცი ეხა. და შედის ეს პროცესი იგივე წრეს და მე რო ვიძახი რომ ეს ველი მოსუფთავდა უკვე ამ ქვეყანაში რომ იქ დახვედრა ხალხო, თქვენ არ იფიქროთ რომ ვიღაცა იმ კარვამდე მიგიშვებს აწი და თუნდაც იმ ფორმებამდე რა ფორმებიდაც ჩვენ მაგ ყველაფერს ვაპროტესტებდით. ჩავლილი ამბავია უკვე ეგ. და ეს ყველამ უნდა იცოდეს რომ ეს ამ დაკანონებული რეპრესიის პირობებში ეს იქნება შეუძლებელი უბრალოდ. ამის ახსნა მჭირდება დღეს საზოგადოებასთან, რომელსაც მართლა ეროვნულად მიაჩნია თავი და გტუქსავს ვარლამსაც მეც და რა ვიცი ჩვენი მოძრაობის ნებისმიერ წერს, რატომ დგახარ თქვენ იმ ხალხთან ერთად, ვინც არის გამოსული რუსთაველზე. და ეს ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ ის რეჟიმი და ეს რეჟიმი არაფრით არ განსხვავდება და ის დღევანდელი ოცნება არის წინა რეჟიმის ფესვებზე ამოზრდილი ახალი დიქტატურა, აი ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას ხსნით, მაგრამ წარმოუდგენელია რომ აუხსნა ადამიანებს ეს. აი ეს არის მთავარი პრობლემა, ეს რეჟიმის და ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები კი არა, ჩემთვის პირადად პრობლემა. პრობლემა არის საზოგადოება, რომელსაც არ უნდა დაინახოს დამდგარი რეალობა. მეტი რაღა უნდა დაგვემართოს. ჩემი სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს, ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც ციხეში ზის და ისინი თავის საქმეს უნდა აკეთებდნენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და მართლა გული მეწურება რომ სად ცდება ჩვენი ახალგაზრდობა. რომ არა მართლა ღები და ეს ერთი სოფელი კონკრეტულად რომელიც დადგა, არ ვიცი მე ეს ბრძოლა საბოლოო ჯამში როგორ წარიმართებოდა, სიმართლე გითხრათ რა.
აი ამ სოფელმა მართლა გადაარჩინა კონკრეტულად ეს ტყეებისთვის ბრძოლის საკითხი, მაშინაც ხალხის მონაწილეობას გულისხმობდა, ასე ვთქვათ და სულ მაგას ვამბობ, რომ რა იქნება მომავალში, რა ეს გულისტკივილი, იმიტომ რომ ხა ლევანიმ კარგად იცის იქ რა ვითარებაცაა და ხა მე ერთ-ერთი პატარა რეგიონიდან ვარ ჩამოსული, ისეთი რეგიონიდან, სადაც დემოგრაფიული მდგომარეობა არის, რა ვიცი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული. დაცარიელებული არის სკოლები, აი თვითონ რაიონულ ცენტრებში, ხა ამბროლაურში კიდე მეტნაკლებად მოძრაობა, მაგრამ ონის რაიონი რაღაცნაირად ზოგადად ჩიხად იქცა, რომ ჩახვიდეთ ხო შუა დღეზე ისეთი სიტუაციაა, რომ შეიძლება რაღაც საათებში ადამიანი არ შეხვდეს გარკვეული დროის განმავლობაში ქუჩაში, რომ რაღაც კითხო. ხო და მიუხედავად ამისა, რომ ესეთი მდგომარეობა არის, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რაღაცა ველური კაპიტალი, რაღაცა კლანური ბიზნესები ინტერესდება იმ ბუნებრივი რესურსებით, იმ სიმდიდრეებით, რაც ჩვენს რეგიონში და საქართველოში მრავლადაა. დღეს რაც ხდება ქვეყანაში, ხო? როცა გვიზღუდავენ მართლა ყველანაირ რესურსს და ყველანაირ სივრცეს იმისთვის, რომ ადამიანმა შენი აზრი გამოხატო, დაიცვა ის გარემო, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოა და ყველაზე არსებითია, ეს არის რავი ძალიან მძიმე მდგომარეობა მოკლედ რა. ხვალ თქვენთვის აღარ დარჩება ის დრო, ის სივრცე, ის ადგილი, სადაც თქვენ შეძლებთ რომ გამოხატოთ პროტესტი, დაიცვათ ის, რაც თქვენთვის ძვირფასია და ის, ვინც თქვენთვის ძვირფასია. ამიტომ რა ვიცი, მგონია, რომ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების შეხედულების ადამიანებმა რაღაცნაირად ადამიანები უნდა მიუხვდეთ იმას, რომ ეს არის რაღაცა უსრკული რომის წინაშეც ეხა ყველანი ვდგავართ და რაღაცნაირად გამოვხიზდეთ და მიხვდეთ, რომ ესე გაგრძელება აღარ შეიძლება. ნამოხვანში ნამდვილად ასე იყო. ნამდვილად ასე იყო. ჩვენ არავის არ ქონდა მაგის მოლოდინი, რომ გამარჯვებული იყო ვინმე. სამი კაცი ვიდექით დედაშვილი, ესე ვიდექით რაღაცა წვილში, ხო? ანუ რა ახლა რა მოუგებდი 800 მილიონ დოლარიან ინვესტიციას, რომელსაც მთელი ყველა უშიშროება თუ სისტემა თუ მედია, ყველა მხრიდან ყველა ხელს უწყობდა აბსოლუტურად, ხო? როგორ მოუგებდით ჩვენ ამ ხალხს, მაგრამ ვიბრძოლეთ. და მე თან ვამბობდით მაგასაც, რომ ნახოთ, დავმარცხდებით თუ გავიმარჯვებთ და გავიმარჯვეთ, რო ვიბრძოლეთ და ხალხი არის უბრალოდ სახლიდან იძახის, რომ რაღაცა არ გამოდის და მასი არც გამოვა. არც არავინ დაიბადება, აი რო ვიძახით, რომ რატო არ იბადება ვიღაცა ახალი ბრძოლის ველი თუ არ იქნა, სად დაიბადება ხალხო თავისთვის, როგორ ველოდებით, ამასაც ტექნიკურად მე არ მესმის ეს ნაბიჯები, ესე არ იდგმება საერთოდ. ყველაფერს აქვს თავის კანონზომიერება.